მოგესალმებით, ეთერში გადაცემა ღვთისმეტყველების საათი. დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარია ნაქულბაქევის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის მღვდელმსახური დეკანოზი შიო ბაკურია. მადლობა მამა მობრძანებისათვის. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა არის 1700 წელის ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან. ესე იგი, წელს აღნიშნავთ ამ წელს, რადგან 2026 წელია და მიჩნეულია აღიარებული 326 წელი სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების თარიღად და ძალიან ისეთი მრგვალი თარიღი 1700 წელი დაემთხვა, ამიტომ გვინდა რომ ჩვენ ეკლესიას მიუძღვნათ და ამ თემას მიუძღვნათ დღევანდელი საუბარი გსურს. ერთი უნდა ვახსენო, უშუალოდ თარიღთან დაკავშირებით 326 წელი ყველაზე მიღებული თარიღია. რა თქმა უნდა, ისტორიას ახასიათებს და კვლევას ახასიათებს გარკვეული მოსაზრებების სხვადასხვა თარიღთან დაკავშირებით, რადგან ბუნებრივია რომ არ გაგვაჩნია პირდაპირ ესე ვთქვათ იურიდიულ ფორმალური დოკუმენტი, რომ აი ამა და ამ წელს გახდა სახელმწიფო რელიგია. ეს ბუნებრივია იმ პერიოდში არა თუ საქართველოში, არამედ არ არსებობს სოფლიოს არც ერთი მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალური, რომელსაც ესეთი ფორმალური დოკუმენტი გააჩნდეს, თუ არ ჩავთვის რომის იმპერატორის მაგალითად დოკუმენტს თეოდოსე დიდის 391 წლის ედიქტს დოკუმენტს, რომ აი სახელმწიფო რელიგიას პირდაპირ ბრძანება რო გამოცემული და მანამდე მილანის ედიქტი კონსტანტინე დიდის, მაგრამ ეს სახელმწიფო რელიგიას არ გულისხმობდა, ეს აღიარებას გულისხმობდა. იქ სადაც მეფე ხდებოდა ქრისტიანი და დედოფალი ხდებოდა ქრისტიანი, იღებდა სარწმუნოებას და როგორც მოქცევა ქართლის საერთოდ და მაშინდელ ქართულ წყაროებში მოთხრობილი რომ ერმა აირჩია ეს ანუ ზევიდან ქვევითმა სახელმწიფო არჩევანია უკვე ქრისტიანული რომის იმპერიას ქრისტიანული რელიგიებზე გადადის სახელმწიფო ეს უკვე ნიშნავდა სახელმწიფო რელიგიას რადგან მეფე თუ ინათლება იქვე მოთხრობილი რომ მთელი ერი ინათლება მოქცევა ქართლის საერთოდ წმინდა ინოს ვრცელ რედაქციაშიც და მოკლე რედაქციაშიც ყოველივე გადმოცემული ესთან ეს მნიშვნელოვანი ტექსტები იმ პერიოდში დაწერილი არის მიუხედავად იმისა რომ ხელნაწერი ოდნავ მოგვიანო პერიოდის არის პლასტები ესე ვთქვათ ფილოლოგიური თვალსაზრისით სხვადასხვა აშკარად არის მისი თანამედროვე წმინდა ინოს თანამედროვე დროს დაწერილი სალომე უჯარმელის და აბიათარ მღვდლის და სხვათა მიერ ამავე დროს ამასავე ადასტურებს ანუ ქართლის მოქცევას ესე ვთქვათ ხელახლა გაქრისტიანებას შეიძლება ასე უწოდოთ და ამ თემას ჩვენ კიდევ გავშლით რატომ ხელახლა საუბრის დროს არა მხოლოდ ქართული წყაროები, არამედ ბერძნული წყაროები შეიძლება რამდენიმე რუფინუსი, მაგალითად ლათინური, მოსეხორენელი და სხვადასხვა. ყველა იგივეს იმავეს იმეორებს, რასაც ქართული წყაროები. თან ეს ავტორებიც, რომელიც ახლა ერთი-ორი ვახსენე, თითქმის თანამედროვეები არიან, ამიტომ ეს იმდენად, ასე ვთქვათ, ისტორიული, ესე ვთქვათ, შეიძლება დავასახელოთ, ასევე თარიღთან დაკავშირებით თავში ვთქვი. იყო სხვადასხვა მოსაზრება, მაგალითად ვახუშტი ბატონიშვილს უწერია 317 წელი, უფრო ადრეული თარიღი. და კორნელი კეკელიძე ამას განმარტავს, რომ ბუნებრივია, როცა მეფე იღებს ქრისტიანობას, სარწმუნოებაზე მოექცევა, ერის გაქრისტიანების პროცესში წლები გადის. ამიტომ 326 წლამდე დაახლოებით გადის 9-10 წელიწადი და ეს პროცესი საჭიროა და ამიტომ 326 წელს უკვე კორნელი კეკელიძე წერს. სხვადასხვა ყველაზე ესე თქვა საშუალო თარიღია გამო. აი მაგალითად სომხურმა ეკლესიამ უფრო ადრე გადაწია და 301 წელად აქვს მიჩნეული სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება. მე ჩემი პირადი მოსაზრებაა ჩვენ ქართულ მეცნიერებასაც შეიძლება უფრო ადრე გადაეწევდეთ წმინდა ინო ბევრად ადრე შემოდის საქართველოში ხო 303 წელია დაახლოებით როცა იერუსალიმიდან მოდის და იქ მალევე მოხდება ქართლში შემოსვლა და მალევე ხდება მეფისა და დედოფლის მოქცევა და პირველი სასწაულები და შეიძლება უფრო ადრე გადაწევაც მაგრამ 326 წელის ყველაზე ესე თქვა მიღებული და შეთანხმებული თარიღი არის აი ვახსენეთ თარიღთან დაკავშირებით რომ მეფე და დედოფალი ხდება ქრისტიანი იწყება ესე თქვა უკვე ფორმალური ეკლესიის უფრო მეტად ფორმალურად ინსტიტუციურ ის ჩამოყალიბება ამ მეფის და დედოფლის გაქრისტიანების შემდეგ, მაგრამ ეკლესია საქართველოში ქრისტე მანამდეც არსებობდა მოციქულთა მოღვაწეობის ჟამიდან, ანუ პირველი საუკუნე. აი ამ თემით დავიწყოთ საუბარი. რა ამტკიცებულებები არის ამასთან დაკავშირებით? მაგალითად მეუფიანანიას აქვს მრავალი შრომა ამასთან ედიშერ ჭელიძეს ტერმინოლოგიური მტკიცებულებანი და სხვადასხვა. აი ამით დავიწყოთ საუბარი, შემდეგ გადავიდეთ უკვე მეოთხე საუკუნეს. დიახ, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მართლაც მნიშვნელოვანი წელი არის წელს, საიუბილეო წელი. და შეიძლება ითქვას, რომ ამ წელს ხდება გადააზრება მთელი ჩვენი ისტორიისა, რომელიც მართლაც გამსჭვალული არის ქრისტიანობით, ქრისტიანული მოძღვრებით და
ქრისტიანობა მართლაც უდიდესი კვალი დაატყო ჩვენს ერს, ჩვენი ერის კულტურას, მენტალობას, ცნობიერებას, აზროვნებას და მნიშვნელოვანია გავიაზროთ ის, რომ საქართველოში ქრისტიანობის დაფუძნებულება თავად მოციქულებს უკავშირდებათ. უძველესი წყაროების მიხედვით თავად ანდრია პირველწოდებული ქადაგებს საქართველოში ქრისტიანობას, ცნობილი აპოკრიფული ძეგლი ანდრიას იმოსვლა მოგვითხრობს, რომ ანდრია ბევრ ადგილას იქადაგა ამ ტერიტორიებზე და მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე და ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი რამ, რადგანაც სამოციქულოა საქართველოს ეკლესია. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ქრისტიანობა პირველი 3 საუკუნის განმავლობაში დევნილი სარწმუნოება არის. რომის იმპერია ვერ იღებს ქრისტიანობას, რომის იმპერია თავის წარმართული პანთეონით ვერ იღებს ქრისტეს როგორც ღმერთკაცს, განკაცებულ ღმერთს და დევნის ქრისტიანებს. უაღრესად საინტერესო ისტორიკოსი ევსები კესარელი მოგვითხრობს, როგორი დევნა მიდიოდა ქრისტიანთა ამ პერიოდის განმავლობაში და რა ბრალდებები არ ჟღერდებოდა მათ მიმართ. ეს იყო სულწმუნეობა, კანიბალიზმი, გაყნდება, მაგრამ მაინც ცელდებოდა ეს საწმუნოება და მათ შორის რა თქმა უნდა, ეფუძნებოდა მოციქულთა მოძღვრებას. მათეს სახარების 22 თავის ბოლო მუხლებში ვკითხულობთ იესო ქრისტეს სიტყვებს მოციქულთა მიმართ. წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ათასცემდით მათ სახელითა მამისათა და ძისა და სულსაწმინდისათა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქრისტე მოციქულებს აგზავნის, რომ მათ მთელ სამყაროში მისი სიტყვა გაავრცელონ, სახარებისეული უწყება, ჩვენებურად კარგი ამბავი ამსნონ სამყაროს, ის რომ ღმერთი ჩვენთან არის და რომ ის ჩვენ ისე მოგვიახლო და ისე შეგვიყვარა, რომ საკუთარი თავი შესწირა ჩვენთვის. ისე მომავალ არ დაივიწყოთ სიტყვა, უბრალოდ ეხლა გამახსენდა თქვენ რომ ბრალდებები ქრისტიანების წინააღმდეგ რაც იყო, რაც ხშირად მოდიოდა იმპერატორისგანაც, მაგრამ ძირითადად იმპერატორთან მიდიოდა ეს ხმები. აი თქვენ ჩამოთვალეთ რამდენიმე ბრალდება და ძალიან მკაფიოდ ჩანს ეს აი ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს აპოლოგეტთა ნაშრომებში, რომ ის ძირითადად από მეორე საუკუნის აი მოღვაწეებს თან ძალიან დიდ მოაზროვნეებს, არა მხოლოდ დიდ სულიერ მამებს, უწევდა დაცვა და ქრისტიანობის და აი ბრალდებების წინააღმდეგ მტკიცებულებების წარმოდგენა და რაც უფრო ახლოს იცნობ ადამიანი აი ლიტერატურის ისტორიას, აი როგორ პირველ საუკუნეში, მეორეში რა იწერებოდა, მესამეში და ეს ქრონოლოგიურად მით უფრო ნათელი ხდება, რომ არაფერი ახალი არ არის. ის გვეშეთში დღეს რაც ბრალდებები ჟღერდება, ყოველთვის იყო ხოლმე მსგავსი ბრალდება ეკლესიის წინააღმდეგ და ყოველთვის ხდებოდა და სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა მხრივ, მაგრამ ეს ძალიან გვეხმარება ჩვენ ამ ყოველივეს გააზრებაში. გასაკვირველია, თუმცა ეკლესია, ქრისტიანული მოძღვრება აგრძელებს თავის მისიონერულ მოღვაწეობას, ასე მოხდა საქართველოში, ქართლის ტერიტორიაზე და ჩვენ მოციქულთა დროს ქრისტიანობის დაფუძნებულობაზე გვაქვს არაერთი წყარო, მათ შორის ეს არის ნინოს ეპოქამდელი აღმოჩენილი ქრისტიანული სამარხები, ეს არის ქრისტიანული თემები, თუნდაც ეს ცნობილი ფაქტი, ისტორიული ფაქტი, რომ ეპისკოპოსი ესწრებოდა ბიჭუნთიდან პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებას და სიმბოლოები ჩანს და ასევე ბატონი ედიშა ჭელიძის ცნობილი კვლევა ტერმინებზე არის რამდენიმე ტერმინი, რომელიც დღეს გამოიყენება საქართველოს ეკლესიაში. ეს ტერმინები რა თქმა უნდა ბერძნულია, იმიტომ რომ ამ ენაზე ამეთქოლდა ეკლესია მოგესალმებათ, თუმცა არ გამოიყენება დღეს ბერძნულ საეკლესიო პრაქტიკაში. და ეს არის მაგალითად ოდიკი უკავშირდება გზას, ეს არის სამგზავრო საკურთხეველი, ოდიკი ეს არის მოწამის წმინდა ნაწილით დაფა ან ქსოვილი, დღეს მასზე გამოსახულია ასევე მაცხოვრის ჯვიდან გარდამოხსნეს სცენა და მის გარეშე საღვთო ევქარისტიანო წირვა ვერ შესრულდება და ეს ტერმინი ოდიკი საქართველოში დამკვიდრებულია, დღეს მას ანტიმინსი ქვია ბერძნულ სამყაროში, ასევე ტერმინი მაგალითად მარტვილია. არა თუ დღეს, არამედ მე-3 საუკუნიდან ფაქტობრივად მე-4 საუკუნიდან აღარ გამოიყენება ეს ტერმინი. ანუ მანამდე დაფუძნებულია და ენას ზოგადად ახასიათებს, რომ რაღაცა ტერმინი რო შემოდის უცხო ქვეყნიდან საკლარული საეკლესიო მნიშვნელობით. სხვა მნიშვნელობით იმას აღარ ხმარობთ, აი მაგალითად თქვენ ალბათ ახსენებთ, მაგალითად ემბაზი, ხო, ჩასასვლელი. გასაკვირველია, აი ეს ტერმინი ემბაზი თუნდაც კი ბატონო, მაგალითად მარტვილია, რაც ნიშნავს სულთოფემ დღესწაულს დღეს ქვია პენტეკოსტე ბერძნულ სამყაროში, ანუ რამდენიმე ტერმინი გვაქვს ჩვენ, რომლებიც აშკარად მოციქულთა დროს შემოვიდა, დამკვიდრდა საქართველოში და კიდევ არაერთი წყარო, რომელიც გვეუბნება, რომ მოციქულთა დროს უკვე საქართველოს ტერიტორიაზე იყო ქრისტიანული თემები, თუ ჩვენ უკვე გადავალთ წმინდა ნინოს ეპოქაზე. წმინდა ნინოს შესახებ ჩვენ გვაქვს პირველს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ქართული წყაროები, როგორც მახსოვს 4 ხელნაწერი შემოგრჩა, 4 რედაქცია, მათ შორის თქვენ უკვე ახსენეთ 2 გამორჩეული რედაქცია, ჭელიშვილი, შატაბერდული, ისინი შეიცავენ
პლასტებს, რაც გვიმკიცებს, რომ ნინოს დროინდელი ეს ტექსტები და აქ არის გადმოცემული მისი ცხოვრება, მისი ისტორია, ის იყო კაბადოკიელი მისიონერი, ქალწული შეიძლება ითქვას. კაბადოკია ეს არის დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე, მაშინ მცირე აზიის ტერიტორია, როგორც ცნობილია, მისი ბიძა იყო პატრიარქი იუბენალი, ეს არის ცნობილი პიროვნება, მონაწილე ქალკედონის მეოთხე მსოფლიოს საეკლესიო კრებისა. უნდა აღინიშნოს ჩემი აზრით, კაბადოკია დღესაც კი დასახლებულია ქართული ტომებით, ქართველი ხალხით. და მაშინაც ძირითადად როგორც ძალიან ცნობილი ის არის ფაქტია, რომ ძირითადი მოსახლეობა მაშინ კაბადოკიის ქართველები იყვნენ და ამაზე არაერთი მაგალითად ბასილი დიძეც კი მიუთითება, რომ წარმომავლობით იყო ქართველი, რა თქმა უნდა, ის ენობრივი, კულტურული და თვალსაზრისით ბერძნულ სამყაროს მიეკუთვნება, მსოფლიო მოქმედების მამა. დიახ, არაერთი ვერსიები კი ფაქტურად დამამტკიცება. იქ იყვნენ ბერძნები, ბერძენი რო არის ფაქტია, თუ თავ პირად წერილებში ამ წარმომავლობით რო არის ბერძნები, სხვა ენაზე საუბრობს, აი ჩვენი ხალხი, ჩემი ენა და სხვა პირად წერილებში არის ეს კაფიოთ ჩანს ძალიან, ამავე დროს სომეხი ვერსიით ძალიან კარგად ჩანს გრიგოლ ღვთისმეტყველის ავტობიოგრაფიაში, რა თქმა უნდა, თუმცა გრიგოლ ღვთისმეტყველი ბერძენია, ესეც კაფიოთ ჩანს. კი ბატონო. და ძირითადი მოსახლეობა ესე ყველაზე მეტი იქ ქართველი ცხოვრობდა და დღესაც ესე არის ქართველი ტომი ძალიან ბევრი, არ ვიცი რამდენი მილიონი, მაგრამ ქართველი ლაზები და ასე შემდეგ ძალიან საინტერესოა ჩვენთვის და აი წმინდა ნინოს ქართლში შემოსვლა, საინტერესოა წმინდა ნინოს ინტერესი. როგორც მის ცხოვრებაში წერია, ის მისი სომეხი აღზრდილისგან, სარამიაფორისგან იგებს. თუ საწავიდა ყველა ის რელიკვია, რაც დარჩა მაცხოვას ამ ქვეყანაზე, მათ შორის მისი კვართი. საინტერესოა ეს ფაქტი, რომ უძველესი საეკლესიო მამებისთვის მაცხოვრის კვართი განსაკუთრებული სიმბოლოა იმისა, რომ ერთიანი ეკლესია იესო ქრისტესი. თავად ეს კვართი მოხსენებულია იოანეს სახარებაში, როგორც ზეგარდამოქსოვილი ყოვლად, ანუ განსაკუთრებული ქსოვილი, განსაკუთრებული წმინდა, არაჩვეულებრივი ნაქსოვი სამოსი და აი უძველეს მამებთან კვართი გაიაზრება როგორც სიმბოლო იმისა, რომ ერთიანი ეკლესია იესო ქრისტესი. აი კვართის ინტერესს მოყავს წმინდა ნინო ქართლში, რა თქმა უნდა მის ცხოვრებაში აღწერილია მთელი რიგი პერიპეტიები, რაც მას გადახდა, ასევე ხილვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, რომელიც მას სთხოვს, რომ იქადაგოს ქრისტიანობა საქართველოში. ნინოს მოაქვს ვაზის ჯვარი. რა თქმა უნდა, ვაზი უცხოარ არის ქრისტიანული კულტურისთვის და ვენახი, როგორც ძველ, ასევე ახალ აღთქმაში, ვენახს, ვაზს განსაკუთრებული სიმბოლოები აქვს და ნინო სწორედ ვაზის ჯვრით შემოდის საქართველოში და ქადაგებს ქრისტიანობას თავისი საქმით, თავისი სასწაულებით, თავისი ლოცვით. ჩვენ რა თქმა უნდა აქ ისტორიულ ფაქტებს უკვე აღარ შევეხებით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია რა მოხდა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით. საქართველოში ამ დროს გავრცელებულია წარმართული სარწმუნოება. დიდი ივანე ჯავახიშვილი თავის გამოკვლევებში საკმაოდ საინტერესოდ საუბრობს წარმართულ პანთეონზე საქართველოში, მაგრამ მოდის წმინდა ნინო, მოდის ეს პატარა გოგონა შეიძლება ითქვას, მოდის მისით, რომ ერი გააქრისტიანოს. საინტერესო ამ ეპოქაში ძირითადად მამაკაცები არიან მისიონერები და ჩვენთან აი წმინდა ნინო მოდის, რაც შემდეგ მას გამოიწვევს, რომ ქალის როლი და ქალისადმი პატივისცემა განსაკუთრებული არის ყოველთვის საქართველოში და ქართულ კულტურაში, ასე იყო დედის კულტურა. ნინო ეს პატარა გოგონა როგორც დედა ისე მიიღო ქართველმა ერმა. ნინოს მოსვლას ასევე უკავშირდება, რა თქმა უნდა, ცნობილი თხუთისთვის მისტერია სასწაული, სვეტიცხოვლის სასწაული, თავად სვეტიცხოვლის ტაძრის აშენება, დაფუძნება და იწყებს ქრისტიანობა საქართველოში. ფრთების გაშლა შეიძლება ითქვას და მთელი ერი გაქრისტიანდება, თქვენ უკვე ამაზე ისაუბრეთ, მეფეს, დედოფლის გაქრისტიანება უდრიდა მთელი ერის გაქრისტიანებას და აუცილებელია ითქვას, რომ საქართველოს ამ დროს, რა თქმა უნდა, აკეთებს ასევე პოლიტიკურ არჩევანს, ის პოლიტიკურად მიდის ბიზანტიის იმპერიისკენ. საქართველოს გაქრისტიანება, რა თქმა უნდა, ასევე ემთხვევა აღმოსავლეთში სხვა ქრისტიანული თემების დაფუძნებას. იმპერია ამ დროს უკვე აქტიურად ავრცელებს ქრისტიანულ მოძღვრებას. ქრისტიანობა არის უკვე ჯერ შეწნებულ რელიგია 313 წელს, ხოლო შემდგომ ხდება ბიზანტიის იმპერიის სახელმწიფო რელიგია. ეს ყველაფერი ცხადე უწყობს ხელს, რომ ქრისტიანული მოძღვრება გავრცელდეს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ იმპერატორი კონსტანტინე მეფე მირიანს უგზავნის წერილს, მაცხოვრის სამსჯავრს მიიღეს წმინდა მეფე მირიანი და საქართველოში ფუძდება ქრისტიანობა, რომელიც შემდგომში
ვიდრე დღევანდელ დღემდე ხდება ხერხემალი საქართველოს სახელმწიფოებისა. ამ არჩევანის ესე იგი ჭეშმარიტება 1700 წელმა დაამტკიცა, შეიძლება ასე ვთქვა. გასაკვირველია და რა თქმა უნდა ეს ისტორია გრძელდება. ალბათ საინტერესო არის შევეხოთ უკვე ავტოკეფალიის თემას, რომელიც სულ მალე სანამ გადავალთ ავტოკეფალიის თემაზე, წეგან ვახსენე უბრალოდ ერთი კომენტარი მე და გავაკეთო. კაპადოკია ვახსენეთ და ქართული მოსახლეობა ვახსენეთ და რატომ გავამახვილე ყურადღება არა მხოლოდ წარმომავლობაზე, არამედ ზოგადად ქართულ მოსახლეობაზე. მოგეხსენებათ, რომ აი მეუფე ანანიას მოყავს გარკვეული უცხოური წყაროები, სადაც ნახსენებია, რომ წმინდანი არა მხოლოდ ქართლის სამეფო, არამედ ლაზიკაშიც და პონტოშიც იქადაგა ქრისტიანობა. ბუნებრივია მაშინდელ, რა ვთქვათ, ერთ ქართულ ენაზე, რომელიცაც ყველასთვის გასაგები ენა იყო. რაზე მიუთითებს ეს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. რომ აი ეს ვახსენე კაპადოკია, ლაზიკა და ასე შემდეგ დღეს დაკარგული ტერიტორიებია და დღეს ბუნებრივად თქვა მაგალითად აფხაზეთზე, სამაჩაბლოზე ამგვარად მომავალ თაობას ყოველთვის უნდა ჩაუნერგოთ და ვასწავლოთ რომ ესეც დიდი ხნის დაკარგული არ არის ხო? ოდნავ 1-2 თაობით ადრეა დაკარგული და არა მხოლოდ ეგენი სხვა მხარეციც იქით საინგილო და სხვადასხვა. გვახსოვდეს ეს ქართული მოსახლეობა. ამასთან კავშირი ჩვენ მოუწმიდესმა აღადგინა ძალიან კაფეოთ. აი საქართველოს ისტორიაში რო გადავხედოთ ძალიან ეროვნულ საქმეებს ყოველთვის ეკლესია იწყებდა ხოლმე. და სახელმწიფოსთან ერთად შეთანხმება, რომ ეკლესიას მოთავე იყო ამგვარი საკითხი, მაგალითად პატრიარქმა დაიწყო ლაზებთან ურთიერთობა, ძალიან დაახლოება და უკვე რამდენი წელია ბატონი გიორგი ანდრიაძის ხელმძღვანელობით და მისი მეცადინეობით იმართება ხოლმე კონცერტები და აი მაგალითად დავესწარი ამასთან ჩამოდიან ავტობუსით ლაზები, ქართველები. იქ თურქეთში ისე სამსახურიდან ძველი თავისუფლებიან, მაგრამ ღამე მოდიან ავტობუსით ერთ დილით. ჩამოდიან აქ საღამოს კონცერტს ატარებენ და იმღავე მესვე მიდირო მე სამსახურში წავდა. ესეთი ენთუზიაზმი აქვთ. იმდენად უყვარდა ქართულ ლაზურ შერეულ სიმღერებს ღერიან. იქ ანსამბლები არის უკვე, რომელიც ქართულ სიმღერებს ღერის, ქართულს ლაზურად და ასე შემდეგ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეს კულტურული აი დაახლოება, ურთიერთობა, ეკლესიასთან დაახლოება, ურთიერთობა, რომ არ დავივიწყოთ, რომ ეს არის აი ძალიან ბევრი ქართველი და საქართველოს გულანთებული ტომით და წარმოადგენს ჩვენ მთელი საუბრის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე. აი ამ საქმესაც კი უწმიდესმა ჩაუყარა, ასე თქვა საფუძველი. ისე როგორც ახლა თქვენ ისაუბრებთ მაგალითად ავტოკეფალიის საკითხზე და მე ჩვენ მომავალში ვიტყვით ალბათ რომ აი ეს ძალიან იშვიათი გამონაკლისია რომ ყოველთვის სახელმწიფოში ავტოკეფალია მოყვება ხოლმე დამოუკიდებლობას. სახელმწიფო დამოუკიდებლობას მოყვება ავტოკეფალია. საქართველოში ეს პირიქით იყო ყოველთვის. მოხდა იმან გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებასაც ვახსენებთ ალბათ რომ ქართლად ფრიადი ქვეყანა, აღირაცხების ესე იგი ეკლესიიდან დაიწყო გაერთიანების იდეა და შემდგომში 1900 წელსაც ვახსენებთ შემდეგ და რატომ და რა თქმა უნდა. აი ჩვენ საუბრობთ დაფუძნებულობაზე ქრისტიანული ეკლესიისა საქართველოში. რა თქმა უნდა ქრისტიანობის უპირველესი მისია არის თითოეულ პიროვნებამდე მიიტანოს ღმერთი სიტყვა, პიროვნების გულამდე მიიტანოს ღმერთი სიტყვა, თუმცა ეკლესია ხდება ერისთვის დასაყრდენი, იდეოლოგიური ხერხემალი, სახელმწიფოებისთვის საყრდენი და ასევე გამაერთნებელი მთელი ერისა და აი უკვე მივდივართ მე-5 საუკუნეში, როცა საქართველოს ეკლესიას ეკნება ავტოკეფალია, ეს უკავშირდება დიდი მეფის ვახტანგ გოგასლის დიდ საეკლესიო რეფორმას, როგორც ისტორიული წყაროები გვეუბნებიან, მის დიდი მეცადინეობით ანტიოქიიდან მოხდება მოწვევა მღვდელმთავართა საქართველოს ეკლესიის მეთაურს დაექვევა კათალიკოსი. საინტერესოა ტერმინი პირველი კათალიკოსი პეტრე პირველი გახლავთ. საინტერესოა ტერმინი კათალიკოსი არის ექვივალენტი პატრიარქისა. როგორც პატრიარქი, ასევე კათალიკოსი ბერძნული ტერმინები არის. კათალიკოსი ნიშნავს საყოველთაოს, ანუ საყოველთაო მმართველი ეკლესიისა. ისტორიულად კათალიკოსი ერქვა 4 ეკლესიის მეთაურს. ეს იყო სპარსეთის სირიული ეკლესიის მეთაურს, სომხეთის ეკლესიის მეთაურს, საქართველოს ეკლესიის მეთაურს და ალბანეთის ეკლესიის მეთაურს. ანუ ესე იგი იმპერიის უკიდურესი აღმოსავლეთი ეკლესიების მეთაურებს მოსაზღვრე ქვეყნების კათალიკოსები. ეს არის პერიოდი, როდესაც უკვე იწყებს ეკლესია აქტიურ მოღვაწეობას საეკლესიო კრებების კუთხით, შემდგომში ყალიბდება იმპერიაში პენტარქიული მოდელი მმართველობისა და საპატრიარქო სისტემა და აი მე-5 საუკუნეში საქართველოს ეკლესიას ყავს კათალიკოსი. წყაროები გვეუბნებიან რომ ანტიოქიიდან მოხდა ეს და საინტერესოა ახალ გაჟღერდა ეს ვერსია მამა ეფრემ ლომიდის მიერ, რომელიც იკვლევს ამ საკითხებს, რომ საქართველოს ეკლესიაში ეკლესიის დაფუძნებულება უკავშირდება არა მხოლოდ მოციქულ ანდრიას, არასევე პეტრე მოციქულს, რადგანაც პეტრე მოციქულის ზღვაც მიეწერება ანტიოქიის ეკლესიის მოქცევა და თუკი ანტიოქიიდან ჩვენ
აშკარად მივიღეთ იერარქიული მოწყობა, ესე იგი პეტრე მოციქულიც არის დიდ კავშირში საქართველოს ეკლესიისგან. უკვე მე-5 საუკუნეში გვაქვს ავტოკეფალური ეკლესია, თავისი მოწყობით. თქვენ ახსენეთ მამა ეფრემის ესე იგი მოსაზრება. გამახსენდა გიორგი მთაწმიდელის ესე თქვა საუბარი, ალბათ მაგასაც ვახსენებთ საუბრის დროს. ანტიოქიის პატრიარქთან, ანდრია მოციქულზე რომ მევთითებს. დიახ, სასაკვირველია. მნიშვნელოვანი ის. ყოველთვის ესე იგი ცდილობს საქართველოს ეკლესია რომ მას კონდეს თავისი დიდი როლი ერის გაერთიანების საქმეში და აი უკვე მოდის მე-6 საუკუნე ასურელი მამათა ეპოქა. ჩვენი მიზანი არ არის მხოლოდ შალად ისტორია მოყვეთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია აი საღვთისმეტყველო წრეში ვისაუბროთ თუ სხვა ეპოქაში როგორ მოღვაწეობს ეკლესია საქართველოს ტერიტორიაზე და რა როლი აქვს მას ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული პიონერისთვის ბუნებრივია. მე-6 საუკუნე არის მნიშვნელოვანი ეპოქა საქართველოს ეკლესიისთვის. საქართველოში ამ დროს შემოდიან ასურელი, სირიელი საეკლესიო მამები, რომლებსაც უკავშირდება მონაზვნური ცხოვრების დაფუძნება, ფართოდ გააშრა საქართველოს ტერიტორიაზე და უარსაც საინტერესოა წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის შრომა. სწორედ მას ასურელი მამებს მიუძღვნა თავისი დისერტაცია და საქართველოში მონაზვნობის დაარსებას და მნიშვნელოვანი შრომა არის ეს. აი ამ მამებს უკავშირდება ძლავრი სამონასტრო კერების დაფუძნება საქართველოს ტერიტორიაზე და ხაზი უნდა გავუსვით იმ ფაქტს, რომ ეს მონასტრები, მათ შორის დღემდე, თუნდაც მაგალითად აქვე ახლოს შიომღვიმის მონასტერი, იყო არა მხოლოდ მონაზვნური მოღვაწეობის, სულიერი მოღვაწეობის კერები, არამედ ძლავრი კულტურული, სამეცნიერო კერები, ცენტრები, რომელიც ეხმარებოდა ყოველთვის ქართველ ერს მოგესალმებათ მრავალი საუკუნის განმავლობაში უბრალო მოსახლეობამ წერა-კითხვა არც კი იცოდა და სამღვდელოებას ჰქონდა ეს როლი, რომ ესე იგი გაევრცელებინა, გაენართლებინა მოსახლეობა და უპირველეს ყოვლისა ბუნებრივია მისთვის ღვთის სიტყვა ეკადაგათ. ქრისტიანობა წიგნიანი რელიგია არის, აგრეთვე კიდევ მე-5 საუკუნის უმნიშვნელოვანეს აგეგრიფულ ძეგლში შვენიკის წამება ხედავთ, რომ ჩვენ გვაქვს უკვე თარგმნილი სახარება, გვაქვს თარგმნილი ფსალმუნთა წიგნი და შემდეგ კიდევ რამდენიმე აგეგრიფულ ძეგლში ჩვენ წყაროში ვნახულობთ, რომ აშკარად საქართველოში უკვე ნინოს დროის შემდგომ იმ გამალებით ითარგმნება წმინდა წერილი და დღეს რა თქმა უნდა ჯერ კიდევ კვლევის საგანია, მაგრამ დიდწილად მაინც დღემდე მოიაზრება, რომ საქართველოში ქრისტიანულმა ცნობიერებამ და წმენამ განამტკიცა და ააღორდნა ქართული დამწერლობა, რომელიც ჩვენ ასე დღეს ვამაყობთ და თავს ვიწონებთ. ფაქტობრივად მთელი ესე იგი სამწერლობო კულტურა იქნებოდა სხვადასხვა ქრისტიანობასთან არის შერწყმული, თანაშერყმული დაუკავშირდა. თქვენ ახსენეთ ლიტერატურა და ძალიან მნიშვნელოვანი რა აგეოგრაფიული ნაწარმოები, როცა ასეთი აი მაგალითად შუშანიკის წამება. მარტვილი ავახსენეთ, მარტვილობა ის ბერძნული ტერმინი. ისეთი არა მხოლოდ ესე თქვათ აი მხატვრული თვალსაზრისითაც კი იმდენად მაღალი დონის ნაწარმოებია, მხატვრი ესთეტიკური თვალსაზრისით შეუძლებელია, რომ ამით იწყებოდეს ლიტერატურა. ზოგადად ყველა ერის ახასიათებს და მათ შორის ქართულ დამწერლობასაც, რომ წმინდა წერილის თარგმანებით იწყება ხოლმე და ლიტურგიკული ტექსტები და ასე შემდეგ და თარგმანები მერე იწყება ამგვარი, აი თუნდაც აგეოგრაფიული ლიტერატურაც, წმინდათა ცხოვრების მანამდელი არა მეტაფრაზული, არამედ სვინაქსარული ტექსტები ძალიან უფრო მეტად მშრალია, უფრო შეიძლება ვიხმაროთ ეს ტერმინი პრიმიტიული. აი უკვე როცა ვკითხულობ შუშანიკის თემას, ძალიან დახვეწილი შეუძლებელია მის ავტორს, იაკობ ხუცეს უწოდებს კორნელი კეკელიძე, შეუძლია მის ავტორს ეს დაეწერა, ეს იყოს ეს რაღაც მანამდე არსებული სკოლის გარეშე. ანუ მას ამის დიდი გამოცდილება არ ჰქონოდა და პირდაპირ დაეწერა ამგვარი ნაწარმოები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ლიტერატურას თვალსაჩინო ხარ ვახსენეთ და ფაქტობრივად ყველაფერი დაკავშირებული რა თქმა უნდა ქრისტიანობასთან და ეკლესიასთან. აქედან მოდის მე მთელი ერის განაუმთავრეს ფუნქცია ეს. აი სწორედ ამ ერთადერთ მამა გიორგი თუ აი ამ პერიოდში უკვე ასურელი მამების შემდგომ პერიოდში ხედავთ რომ ესე იგი იწერება ძალიან საინტერესო აგეგრიფული ნაწარმოები და აი ახლა გამახსენდა აბოთფილელის მარტვილობა, სადაც იოანეს აბანეცი ამბობს საოცარ სიტყვებს აღვერიენით ერთსა უცხოსა და დავივიწყეთ
ჩვეულების საერთო მამულის ასვლაი, როგორ ჩანს რომ ქრისტიანული მოძღვრება ჩვეულებითი მამულის იყო განაპირობებს ჩვენი ერის მენტალობას, ჩვეულებას, კულტურას და შეიძლება თქვას გაჟღენთილია ქართული ცნობიერება, ზოგადად ქრისტიანული ცნობიერებით, რამაც ძალიან ბევრ საკითხში კვალი დაატყო ქართულ ზოგადად ქართველობას და ქართულ ცნობიერებას. ამიტომ ეს მოსაზრება რომ ქართველი და ქრისტიანი რა თქმა უნდა ეს ისტორიულად სულ ესე იყო, იმდენად გამჯდარი იყო ჩვენს ხასიათშიც, კულტურაშიც, რწმენაშიც, შინაგან მოდიოდა სკოლა. ის რასაც ახლა მაგალითად ზოგიერთ რეგიონში მუსულმანობა გამძლავრ, ეს ძალიან გვიანი პერიოდისა და ძალმომრეობით ხდება, დამყრობელის მიერ ხდება და არა თვითარჩევანით და ამიტომ ეს ყოველთვის ასე იყო. თქვენ ახსენეთ რომ ჩვეულების სასვლაი იყო ეს ადამიანი, ჩვეულება იყო, ჩვეულებრივი იყო ეს. დიახ და აი ამ ცნობიერებამ ეს ცნობიერება მუდამ განაპირობებდა ჩვენი ერის კონსოლიდაციას, შეკრებას, შეერთებას. რასაკვირველია, ქრისტიანობა არ არის იდეოლოგია, ეს არის ცოცხალი ღმერთის წმენა. ქრისტიანობა მოწოდებულია ყველა ადამიანის ინდივიდის გულამდე მიიტანოს უფლის სიტყვა, თუმცა ამავდროულად სახელმწიფოსთვის ქრისტიანობა ხდება იდეოლოგიური დასაყრდენი და ეს ნათლად ჩანს, სადაც თქვენ არაერთხელ ასენეთ დიდი გრიგოლ ხანძთელი და მისი ეპოქა, კლარჯეთის უდაბნოთა ეპოქა, მე-19 საუკუნე, საინტერესო ეპოქა, გრიგოლ ხანძთელი, რომელიც არის დიდგვაროვანი, მიდის უდაბურ ადგილას, თავისი თანამოაზრეები ყავს მას და იწყებს სამონაზნო ცხოვრებას, მონასტრულ ცხოვრებას. ის არის თავის დროის უდავო დიდი ინტელექტუალი ადამიანი, თავისი ნიჭით, მონაცემებით, მათ შორის როგორც ჩანს ის იყო საოცარი გალობელი და დიდი მოღვაწე მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული. და ეს პიროვნება იწყებს ისეთ საქმიანობას, რომელიც შემდგომში გამოიწვევს საქართველოს მთელი ერის გაერთიანებას, სწორედ აქ ამ ისტორიულ ტერიტორიაზე ტაო-კლარჯეთში ჩაიყრება საფუძველი ისტორიულად ერთიან საქართველოს და აქაც რა თქმა უნდა დიდია მნიშვნელობა და როლი ქრისტიანობისა, ქრისტიანული კულტურის ცხოვრებისა, იმიტომ რომ იქ დაარსებული სამონასტრო კერები, ხანძთა, შატბერდი, დედათა მონასტერი, მათ შორის მერეს მონასტერი და პიროვნებები, ხო, საბაიშხნელი იქნება, მონაზონი ფებრონია იქნება თუ ეს საოცარი ადამიანები, შეუძლებელია ეს ცხოვრება წაიკითხო ემოციების გარეშე, ქმნიან ისეთ ძლავრ, არა მარტო სულიერ, არამედ კულტურულ, სამეცნიერო კერებს, რომლებიც შემდეგ ხდება წინაპირობა საქართველოს გაერთიანებისა და ასევე ბევრი პიროვნება აქედან გამოსული, ამ სკოლებიდან გამოსული უკვე საზღვარგარეთ იწყებს მოღვაწეობას ისევ საქართველოსთვის, ისევ თავის სამშობლოსთვის და ეს არ არის შემთხვევითი. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიას, ქრისტიანობას ეროვნება არ გააჩნია, მეორე მხრივ ეროვნულობა წარმოადგენს გარკვეულ საღვთო სიკეთეს, უფრო მარტივად რომ თქვათ, იმისთვის რომ ადამიანმა მარტივად და ადვილად აღიქვას ნამდვილი სამშობლო, სასუფეველი ცათა, ის მომავალი, ეს კათოლიკური სიხარული, მას უნდა ქონდეს სიყვარული და განცდა თავის სამშობლოსი. აი მახსენდება ყოველთვის მეგრული სიტყვა ოდაბადე, ანუ ადამიანის დაბადების ადგილი, მისი სამშობლო, რომელიც არის მისთვის ყველაფერი და ერთგვარად აი თუ კიდე ამ თემას გავავრცობთ, ყველა ადამიანს, რომელიც უკვე ასაკში შედის, თავისი ბავშვობის ადგილები, კუთხე-კუნჭულებს ამობენ ხოლმე იმერეთში, ახსენდება ხოლმე და ეს კავშირშია თქმა უნდა სულიერ ცხოვრებასთან. ადამიანი, რომელიც ცხოვრობს სიყვარულით და მას უყვარს საკუთარი სამშობლო, საკუთარი ხალხი, საკუთარი ენა, აი პავლე მოძღვრის ეპისტოლებში როგორ ნათლად ჩანს, პავლე ქადაგებს ყველასთვის, მაგრამ მას თავისი ერი განსაკუთრებით უყვარს, თავისი ებრაელი ერი. აი ეს ეროვნულობა განსაკუთრებული სიკეთეა და ამის ფასი ცხადია იცის ეკლესიამ და აი გრიგოლ ხანძთელის ეპოქაში ძალიან დიდი მოღვაწეობა იწყება, იშლება, რაც შემდეგ განაპირობებს უკვე საქართველოს ოქროს ხანას და ვიდრე ოქროს ხანას შევეხებით, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ საზღვარგარეთ მოღვაწე ქართული სასულიერო პირები და ქართველი მოღვაწეები, ქართული სამონასტრო მძლავრი კერები, ჩვენ ალბათ რა თქმა უნდა დრო არ გვყოფნის რომ ყველაფერზე ვისაუბროთ, თუმცა საქართველოს ისტორიის ოქროს ხანის პარალელურად და ფონზე ჩვენ გვაქვს მძლავრი სამონასტრო კერები, საზოგადოებრივ არის იერუსალიმში ჯვრის მონასტერი. ჯვრის მონასტრის დაფუძნებულობა მოგესალმებათ, ჯერ კიდევ წმინდა ნინოს ეპოქას უკავშირდება, არის ასეთი ვარაუდი, რომ უკვე მირიანის დროს ქართველებმა მიწა შეისყიდეს იერუსალიმში. ყოველ შემთხვევაში უკვე მე-6 საუკუნეში აშკარად ფიქსდება ეს იქ ქართული სამონასტრო კერა, ხოლო შემდგომ უკვე დავითის ეპოქაში ვიცით ჩვენ რა დიდი როლი აქვს ჯვრის მონასტერს და ქართველებს როგორი პატივი აქვთ იქ იერუსალიმში. იერუსალიმი რასაკვირველია მაინც რჩება ცენტრად, ქრისტიანული
ეკლესიისა, რა თქმა უნდა, და ეს მნიშვნელოვანია. ასევე უნდა ვახსენოთ ჩვენ ათონის წმინდა მთა, ათონის მთა, რომელიც არის ძლავრი ქრისტიანული კერა სოფლიო მართლმადიდებლურ ეკლესიაში. ეს არის საბერძნეთში მდებარე ნახევარკუნძული 20 მონასტრით, მათ შორის ერთ-ერთი არის ივერონის მონასტერი. დღეს რა თქმა უნდა ამ მონასტერს ქართველები აღარ ფლობენ, თუმცა ისტორიულად ეს არის ქართველთა მიერ დაფუძნებული ძლავრი, დიდებული სამონასტრო და კულტურული კერა და ქართველებს აქ ჰქონდათ ესე იგი საოცარი თარგმნელობითი მოღვაწეობა გაჩაღებული. არ შეიძლება არ ვახსენოთ იოანე თორნიკე, ექვთიმე ათონელი, გიორგი მთაწმინდელი და სხვანი, რომლებიც აქ მოღვაწეობდნენ სწორედ თავისი ერისთვის და დღეს თუ ჩვენი ეკლესია იყენებს ლიტურგიულ წიგნებს, მათ შორის ჩვენ ყველა საკურთხეველზე გვიდევს ტრაპეზის სახარება, სწორედ მათი დიდი შრომით არის ეს მოტანილი დღემდე და მნიშვნელოვანია. ასევე შეიძლება არ ვახსენოთ ბულგარეთში მდებარე პეტრიწონის დიდი ლავრა, დღეს უკვე ბაჩკოვოს მონასტრის სახელად ცნობილი, რომელიც ასევე ქართველების დაფუძნებული არის. ალბათ სინას მტაცუნდა. სინას თაზე მოღვაწე ქართველები, რასაკვირველია სინას ხელნაწერები ძალიან აუცილებლად, რომელიც მადლობა ღმერთს გამოკვლეული არის და დღემდე არის ჩვენთვის ძალიან ბევრი ინფორმაციის წყარო და სხვა. ამით ის გვაქვს უსვომ ქართველები არ ჩერდებიან მხოლოდ საქართველოს ლოკალურ ტერიტორიაზე, მიდიან როგორც მოღვაწეები, მიდიან ისინი მათ აქვთ პილიგრიმული მოღვაწეობა, მათ შორის იგივე გრიგოლ ხანძთელი ცით რომ გაემგზავრება კონსტანტინოპოლში, ასევე გამოითხოვს საბაწმინდის ლავრის ტიპიკოს, ანუ მუშაობენ ისინი და მათ აქვთ კულტურული, სულიერი ხანძთელსაც რამდენიმე ენა იცოდა, ბუნებრივი ბერძნული თავისთავად, დედანში ქონა ყოველივე წაკითხული. ისევე როგორც საერო, ესე ვთქვათ, გარეშე ან ფილოსოფიური ლიტერატურა და წარმართული, ასევე საეკლესიო. დიახ, და აი ეს დიდი მოღვაწეები ქმნიან კლიმატს საქართველოში, სულიერი ცხოვრებისა და ძალიან დიდი კულტურული, ლიტერატურული მემკვიდრეობა დაგვიტოვეს ჩვენ. ერთი რამი დააღნიშნე თქვენ ახსენეთ ათონელი მამები, ექვთიმე, გიორგი მთაწმინდელი და სხვები. მათი მთარგმნელობითი სამუშაოების წინაპირობა, რომ შემდეგში უკვე საქართველოში მაგალითად არსენი კალთოლ, ანუ ყველაფერი როგორ ეტაპობრივად მოდის. და არა მხოლოდ საეკლესიო ლიტერატურა და ფილოსოფიური არსენი კალთოლი ვახსენ ივანე პეტრიცი და სხვები. ამის შემდეგ ან შემდეგი ესე ვთქვათ, რო არ ყოფილიყო ათონელები, ესეც არ იქნებოდა. მათ შორის საერო ლიტერატურაც რო აი მაგალითად ვეფხისტყაოსანი რო გაგვაჩნია ჩვენ, ამასაც საფუძველს ესოდებს, ანუ იმდენად აამაღლეს სამწერლობო კულტურა, ასე ვთქვათ, საქართველოში, რომ უკვე მე-12 საუკუნეში იქმნება ვეფხისტყაოსანი, ეს არის საერო ლიტერატურა. რასაკვირველი. რომელიც თავის მხრივ გაჟღენთილი არის, რა თქმა უნდა, მაქსიმე აღსარლის ღვთისმეტყველებით და ძალიან ღრმა თეოლოგიური შინაარსი აქვს ყოველ ასე ვთქვათ სტროფს მასში და არა მხოლოდ საერო ლიტერატურაზე როლს. ამის შემდეგ ალბათ არ შეიძლება არ შევეხოთ უკვე დიდ კრიზისს ქრისტიანულ სამყაროში 1453 წელს, როცა დაეცა ბიზანტიის იმპერია და რამაც დიდი რყევები გამოიწვია მთელ ჩვენთან უფრო ადრეს დაიწყო მონღოლთა შემოსევების დროს. რასაკვირველია. ჩვენ მაინც ვცდილობთ რომ საერთაშორისო მოვლენების ფონზე დავინახოთ საქართველოს ყოფა, მათ შორის ეკლესიის ყოფა და ბიზანტიის იმპერიის დაცემა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი რყევები, სულიერი რყევები გამოიწვია. მალევე საქართველო დაიშლება პროვინციულ სამეფო სამთავროებად, არის დიდი კატაკლიზმები, შიდა დაპირისპირებები, თუმცა აქ ჩვენ ის ფაქსურს ამ ყველაფრის მათ შორის აი ვიცით რომ იქნება ცალკე საკათოლიკოსო დასავლეთ საქართველოში, თუმცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის რჩება ქართველი ერის გამაერთენებელ ძალად, ის თავისი საღვთისმსახურენით, ღვთისმსახურებით, კავშირებით, კონტაქტებით ყოველთვის ცდილობს რომ ერი გაერთიანოს, ერი შემოკრიბოს ქრისტიანული მოძღვრების ირგვლივ, რაც ეხმარება ქართველებს იმაში რომ მაინც მეტნაკლებად ერთიანობა შეინარჩუნონ და ერთმანეთის მიმართ დაჩნდნენ რაღაცნაირად კეთილი განწყობილები და შემდეგ უკვე ეს აუბედითი 1800-იანი წლები, როდესაც საქართველოს სამეფოები უქმდება, საქართველოს შეიძლება ითქვას იპყრობს რუსეთის იმპერია და 1811 წელს საქართველოს ეკლესია კარგავს ავტოკეფალიას. კიდევ ერთხელ აღნიშნოთ, რომ ავტოკეფალია ეს არის გამორჩეული მონოპოლარი ნებისმიერი ადგილობრივი ეკლესიისთვის, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, პიროვნებამ რომ ადამიანის დონეზე, პიროვნებამ რომ საკუთარი პოტენციალი გამოავლინოს, მას ჭირდება თავისუფლება, მას ჭირდება რომ თავისუფალი იყოს. ასე ეკლესია, რომელიც
რა თქმა უნდა ერთიანი ეკლესია იესო ქრისტესი ჩვენ წეგანაც ვახსენეთ რომ კვართი მაცხოვრისა არის სიმბოლო იმისა რომ ერთიანია ეკლესია იესო ქრისტესი იმის მიუხედავად თუ ის რომელ ქვეყანაში მოღვაწეობს ბარემ აქვე თქვათ ის ფაქტიც თუ რაში გამოიხატება ეს ერთიანობა აი ეკლესია მოღვაწეობს საქართველოში ევროპაში საბერძნეთში რუსეთში მთელ სოფლიოში მოღვაწეობს მართლმადიდებელი ეკლესია ერთიანობას გამოხატავს ორი მთავარი მოვლენა ეს არის საერთო დოგმატური მოძღვრება მართლმადიდებელი ეკლესიის საერთო დოგმატური მოძღვრება და მეორე ევქარისტია თანაზიარება საერთო ბარძიმი და აი ამ ყველაფრის სიმბოლო სწორედ მაცხოვრის ზეგარდამოქსოვილი უკერული კვართი გახლავთ ამ ერთიანობის სიმბოლო და აი ამ ერთიანობის შეჩებას მუდამ ცდილობს ეკლესია მაგრამ დგება პერიოდი როდესაც საქართველოს ეკლესია კარგავს ავტოკეფალიას და უფრო მეტიც რუსეთის იმპერია აკეთებს ყველაფერს იმისთვის რომ სწორედ ქრისტიანული მოძღვრება აი ეს ხერხემალი ჩვენი სახელმწიფოებრივისა აქციოს ერის ასიმილაციის წყაროთ ესაში გამოიხატება აიკრძალება ქართულად პირველ ლოცვა ანუ ლოცვა აიკრძალება მშობლიურ ენაზე და ასევე აღარ ჩამოვთქვით იმ ძიმე მოვლენებსაც მოხდა მათ შორის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გაასახლება და საქართველოს ეკლესიისთვის ეგზარქოსის დანიშვნა მხოლოდ პირველი ეგზარქოსი იყო ქართველი ვალამ ერისთავი შემდგომ სულ ეროვნებით რუსი ეგზარქოსები იყვნენ და ამაზე შემდეგ წერდნენ ხოლმე ჩვენი ცნობილი დიდებული ავტოკეფალისტები რომ ერის ხმა რომ გაიგოს ადამიანმა უნდა იყოს ამ ერის თვისტომი, უნდა იცოდეს ამ ერის ტკივილი, ამ ერის წარსული, აწყვე და მომავალი, უნდა ტკივოდეს მას ეს ერი. და საქართველოს ეკლესიას რთული პერიოდი ჰქონდა, მაგრამ მამო შეგერთებათ ბატონ ელდარ ბობულაშვილს აქვს საგანგებო კვლევა ანტონ მეორე კათოლიკოსთან, ბოლო კათოლიკოსთან დაკავშირებით, კათოლიკოს პატრიარქთან დაკავშირებით. მისი გადასახლების შემდგომი ცხოვრება, ანუ იქ რუსეთში როგორ ცხოვრობდა, დიახ, ანტონ მეორე და ერთი ფაქტი გამახსენდა თქვენ ახლა ეროვნულებაზე გაამახვილოთ ყურადღება, რომ ის ერის ტკივილი რო გტიოდეს და ანტონ მეორე უაღრესად განათლებული პიროვნება იყო მოგეხსენებათ და რა თქმა უნდა მან რუსული ენაც კარგად იცოდა, ბუნებრივია, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე აქცენტით საუბრობდა და როგორც მე მახსოვს თუ სწორად მოსწრებს თითქოს საგანგებოდ რა. იმდენად ეს დიდი ტკივილი იყო მისთვის, რომ იქ ვეღარ ბრუნდებოდა სამშობლოში და ავტოკეფალია დაკარგა. რაღაც სიცოცხლის ბოლომდე აქცენტით ლაპარაკობდა ეს რაღაცა ეთქობა ის იყო რაც გარეგნული შინაგანის გარეგნული გამოხატულება რაღაც პროტესტის სახე. კი, გასაკვირველია, კი. და ჩვენ აუცილებლად ვახსენოთ უკვე მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის დიდი მოძრაობა, ავტოკეფალისტური მოძრაობა, უნდა ვახსენოთ ის დიდი პიროვნებები, რომლებმაც ძალიან დიდი როლი ითამაშეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის მოპოვებაში და არა მხოლოდ საქართველოს ეროვნული სახელმწიფოების ადგენის საქმეში თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ მართლაც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ადგენას მოპოვებას მუდამ წინ უძღოდა ეკლესიური ერთიანობა, ეკლესიის ავტოკეფალიის მოპოვება, ეკლესიური დამოუკიდებლობა შეიძლება ითქვას და საერთოდ როგორც ეს პირიქით ხდება ხოლმე, საერთოდ თუ ეგ ეკლესიის ისტორიას გადავხედოთ სხვადასხვა ქვეყნების ეს ძირითადად პირიქით ხდება დამოუკიდებლობის სახელმწიფოს ეკლესიას ენიჭება ავტოკეფალია. ჩვენ შემთხვევაში პირიქით ხდებოდა, იმიტომ რომ ну ალბათ ეს ისტორიულად ასე იყო და მე ამის აღიარება და ქრისტიანობა განაპირობებდა ჩვენი ერის რაღაცა გაერთიანებას, კონსოლიდაციასაც, მე უკვე ამ დამოუკიდებლობასაც განაპირობებდა ერთიანობას და უნდა ვახსენოთ ეს დიდი ბუმბერაზი ადამიანები, რომლებიც არიან კირიონ მეორე პატრიარქი, წმინდა პატრიარქი ამბროსი ხელაია, ლეონიდე ოქროპირიძე, აი და სხვანი, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ საქართველოს ეკლესიას მოეპოვებინა ავტოკეფალია, იწყება მე-20 საუკუნე, ასევე ცნობილი თაგდალეულები, ეროვნულ გამართლებელი მოძრაობის ეს დიდი ლიდერები, მათ შორის დიდი ილია, წმინდა ილია მართალი, ჩვენ მასზე ვისაუბრებთ, თორსა შევეხებით პატრიარქ ილიას ეპოქას და მის მოღვაწეობას, აუცილებლად რადგანაც წმინდა ილია მართალი ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც ავტოკეფალიის ადგენის საკითხში უჭერდა მხარს ჩვენს ავტოკეფალისტებს და დიდი როლი ითამაშა მან ამ საკითხში და მოვდივართ 1917 წლის 12 მარტამდე მოგესალმებათ ამ დღეს საქართველოს ეკლესიამ გამოაცხადა აღდგენილად ისტორიული ავტოკეფალია. ეს იყო ძალიან დიდი მოვლენა ჩვენი ეკლესიის და ერის ისტორიაში. სვეტიცხოვლის ტაძარში მოხდა ეს ფაქტი. ჩვენ ახლახან აღნიშნეთ კიდეც ეს სამართლობელი პარაკლისით და მნიშვნელოვანი დღეები გავიარეთ მარტის თვეში და იწყებს საქართველოს ეკლესია ახალ ცხოვრებას და წინაპირობა არის ეს უკვე 1918 წელს საქართველოს ეროვნული სახელმწიფოებრიობის მოპოვებისა
აღდგენისა და რა უნდა შედეგი უკვე იწყება. სულ სხვა ეპოქა, სულ სხვა ისტორია, რომელიც ასევე არის რთული, ალბედითი, მაგრამ ეკლესია მაინც მოღვაწეობს, მაინც მორკინალობს, მაინც ცდილობს რომ ადამიანების გულებამდე მიიტანოს ღვთის სიტყვა ნუგეში და ერი გაერთიანოს. ჩვენ ძალიან მოკლედ შევეხეთ ახლა რა თქმა უნდა ეპოქას საქართველოს გაქრისტიანებიდან, მოციქულთა ეპოქიდან, ნინოს ეპოქიდან ვიდრე 1917 წლამდე, როცა ავტოკეფალია აღვიდგინეთ და შემდეგ ძალიან დიდი სამუშაოები იქნა გაწეული საქართველოს პატრიარქების მიერ და არ შეიძლება არ შევეხოთ უწმინდეს დემონტარეს ილია მეორის ეპოქას, რომელიც სულ ახლა მივაბარეთ მშობლიურ მიწას და მის მოღვაწეობას საქართველოში ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების კუთხით მის მოღვაწეობას, რა თქმა უნდა, მრავალმხრივ მოღვაწეობას, თუმცა შევეხოთ კონკრეტულად ავტოკეფალიის საკითხსა და განათლების განათლებისა, რომელიც მუდამ იყო მისთვის წინა პლანზე. ჩვენ ჯერ კიდევ მოვესწარეთ მის რექტორობას და მოღვაწეობას თბილისის სასულიერო აკადემიის სემინარიაში და მასთან გვქონია საუბრები ჩვენ ჯგუფელები ვიყავით საუბრები და აი ეს იმდენად კარგი მოსაგონარი არის და აი უნდა ითქვას რომ 1967 წელს რაც უწმინდეს დემონტარესი ილია მეორე გახდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ის უპირველეს ყოვლისა იწყებს მოღვაწეობას ერის გაერთიანებისთვის მას კარგად აქვს გააზრებული რომ ეკლესია უნდა იყოს ერის გაერთიანების დარაჯოზე, ერის ერთიანობის დარაჯოზე და მისი მთავარი მიზანი არის საქართველოს ეკლესიას ჰქონდეს ღირსეული როლი მსოფლიო ეკლესიათა დიდ ოჯახში და არაერთი ჩვენ თუ გახსოვთ გვასწავლდა და ქაბატონი მარიამ ლუთქიფანიძე და მას აქვს არაერთი ისტორიული ამბავი მოყოლილი თუ როგორ გამალებით მუშაობდა საქართველოს პატრიარქი და საპატრიარქო ზოგადად იმისთვის რომ მსოფლიო საპატრიარქოს ეღიარებინა საქართველოს ეკლესიის უძველესი ისტორიული ავტოკეფალია საქართველოს ეკლესიის მეთაურის ტიტული როგორც კათოლიკოს პატრიარქისა და 1990 წლის 4 მარტს საქართველოს ეკლესიამ ისტორიულ კონსტანტინოპოლში მიიღო სწორედ ეს ორი ცნობილი სიგელი, ერთი მხრივ აღიარებული იქნა მსოფლიო საპატრიარქოს მიერ საქართველოს ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალია, მეორე მხრივ მისი მეთაურის საპატრიარქო ტიტული, ეს იყო მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენი ეკლესიის და ასევე ერის ისტორიაში, მოგეხსენებათ, ისევე როგორც 1917 წლის ავტოკეფალიის გამოცხადება უძღოდა წინ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას, ასევე აქაც სულ მალე საქართველოს სახელმწიფო გამოაცხადა დამოუკიდებლობა. ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეკლესია უძღოდა წინ ყოველთვის ამ გაერთიანებას. დიახ, და ასევე რჩება დღესაც. აუცილებლად უნდა ვახსენოთ უწმინდესი დემონტარესი ილია მეორის მიერ საგანმანათლებლო მოღვაწეობის შესახებ 1998 წელს თბილისში გადმოვიდა ცხეთის სასულიერო სემინარია და დაფუძნდა თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია. ეს არის დღემდე ძლავრი სულიერების კულტურის მეცნიერების კერა, რომელსაც აქვს არაერთი ფაკულტეტი, არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ იქ სწავლობენ ქრისტიანულ ფსიქოლოგიას, ქრისტიანულ ხელოვნებაცოდნეობას, საეკლესიო ხაწერას, რესტავრაციას, აქ არის სახელოსნოები, ხაწერის, ოქრომჭერლობის, სასულიერო აკადემია და სემინარია არის უშუალოდ უწმინდესი დემონტარეს ილია მეორის დაფუძნებული სასწავლებელი, უმაღლესი სწავლებელი, რომელსაც დღეს აქვს არაერთი კონტაქტი უცხოეთის თეოლოგიურ სასწავლებლებთან, შეიძლება ითქვას და ამის გარდა ასევე პატრიარქის დიდი მეცადინეობით აღდგა გელათის სასულიერო აკადემია და იქ არის სასულიერო სემინარია. გვაქვს სხვადასხვა ეპარქიების სასულიერო სემინარიები, ეს ყველაფერი უკავშირდება უწმინდეს პატრიარქის ილია მეორის დიდ მოღვაწეობას, დიდ შრომას და რა თქმა უნდა კიდევ ბევრ ამას ვერ ვაცნობიერებ, ჯერ კიდევ დრო ჭირდება. გასაკვირველია. ანუ თქვენ რო ახსენეთ სასულიერო აკადემია განათლების კუთხე ძალიან მნიშვნელოვანია, რა მინდოდა ახლა გამახსენდა. აი ანტონ მეორის ან ვერეკლე მეფის შემდგომ თუ არ ჩავთ მაშინდელ თბილისის მაგალითად სემინარიას, ანჩისხატის ეზოში, რომელიც არსებობდა. ფაქტობრივად იმის მერე ქართული მერე კი არსებობდა რუსეთის იმპერიის დროს სემინარიები რუსული. თბილისში, მაგრამ საქართველოში, მაგრამ იმის და თბილისში
მას შემდეგ ქართული სემინარი აკადემია არ არსებობდა და უწმიდესმა ηλია მეორის ღვაწლით თქვენ ახსენეთ გელათის თბილისის სასულიერო აკადემია, ჯერ მცხეთის, ჯერ თბილისის სემინარი აკადემია და გელათის აკადემია და ამასთან ერთად მრავალი სასულიერო სასწავლებელი სხვადასხვა ეპარქიებში. და თქმა უნდა, აქვე უნდა აღნიშნოთ, რომ სასულიერო სემინარი აკადემიას აქვს გაწუთი პროგრამები, არაერთი ჩვენი კურსდამთავრებული სწავლობს სხვადასხვა წამყვან სასწავლებლებში, ათენში, მაგალითად თესალონიკში, შვეიცარიაში, გერმანიაში, ქალაქ ინგოლშტადტში და სწავლობენ თეოლოგიას და ამ ცოდნას ცხადი ახმარენ ისევ საქართველოს ეკლესიას, საქართველოს თავით სამშობლოს და ანუ ეს ხაზი გრძელდება. დღეს არაერთი ქართველი არის ემიგრაციაში, მათ შორის თუნდაც ჩვენი კურსდამთავრებულები, რომლებიც ასევე იქაც მოღვაწეობენ, ზოგი მათგანი ღვთისმსახური არის უკვე და მოღვაწეობენ სხვადასხვა ქართულ ეპარქიებში, მოღვაწეობენ მხოლოდ როგორც მოძღვრები, არამედ როგორც თეოლოგები, მეცნიერები და ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ გრძელდება ისტორია, გრძელდება ეს ხაზი და აი ეს წელი არის როგორც თავში აღნიშნეთ საიუბილეო წელი. უნდა ითქვას, რომ საქართველომ აირჩია რა ქრისტიანული სარწმუნოება და ქრისტიანული მოძღვრება და გაქრისტიანდა, ამით საქართველო გახდა იმ დიდი პოლიტიკური და კულტურული ცივილიზაციის ნაწილი, რომელსაც შემდგომში უკვე დაერქვა ქრისტიანული ევროპა და აი ეს გრძელდება დღემდე. საქართველოს ეკლესია დღემდე მოღვაწეობს და არ შეიძლება არ აღნიშნოს და არ ითქვას. აი ეს საიუბილეო წელი განსაკუთრებული არის ჩვენთვის. საქართველოს ეკლესიას ყავს ახლად გამორჩეული კათოლიკოს პატრიარქი შიო მესამე, ვისაგებელ შემთხვევით და მას მიულოცავ საპატრიარქო ტახტზე ბრძანებას, გრავაჟანიების მოღვაწეობას და ეკლესია ხვდება ამ საიუბილეო წელს. რა თქმა უნდა, ახალი გამოწვევებით, მაგრამ ახალი იმედებით და საქართველოს ეკლესიას აქვს უამრავი საქმე გაკეთებული ჩვენი ერისთვის. დღეს არ შეიძლება არ აღნიშნოს, რომ აი ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ეკლესია დაუახლოვდა სკოლებს, საჯარო სკოლებში დაფუძნდა ღირებულებითი განათლების კლუბები, მეც ვარ ერთ-ერთი კლუბის დაფუძნებელი და შეიძლება მარლირება არ გამოვხატო საქართველოს საპატრიარქოს და ასევე რა თქმა უნდა განათლების სამინისტროს მიმართ, რადგანაც არის შეწყობა სამდელოებისადმი, ჩვენ გავიარეთ ერთგვარი განათლების კურსები და გვაქვს ურთიერთობა მოზარდებთან, ახალგაზრდა თაობასთან, რაც გაგრძელება არის აი ამ დიდი ურთიერთობისა, რომელიც ყოველთვის იყო, არის და იქნება ქრისტიანობას, საქართველოს სამოციქულო ეკლესიას და ზოგადად საქართველოს სახელმწიფოს შორის. მრავალ დიდ საქმეს, მათ შორის მოსახლეობის დროსაც კათოლიკოს პატრიარქი მესამეს მოსახლეობის მათ შორის აი ეს მათ შორის თქვენაც კიდევ ბევრი საქმე, ერთ-ერთი კიდევ მნიშვნელოვანი გამომცემლობა. გამომცემლობის დაფინანსების ძალიან დიდი საქმეები, რაც ხშირად ეს ხმამაღლა არ ითქმება ხოლმე, მაგრამ ძალიან ბევრი დიდი საქმე გეთქება. და ერთ საინტერესო წიგნმა იხილა, არაერთმა საინტერესო ნაშრომმა იხილა მზის სინათლე. კი ბატონო. და როგორც თქვენ აღნიშნეთ, რომ გრძელდება ეს დიდი საქმეები, ასევე კათოლიკოს პატრიარქმა შიო მესამე აღნიშნა მის ინტრონიზაციის დროს წინა დღეს კრებაზე, რომ თავის არის ის დიდი საქმეები, რაც უწმიდესმა ილია მეორემ ჩაუყარა საფუძველი და დაიწყო თავრასად ეს დიდი საქმეები გავაგრძელოთ უპირველეს ყოვლისა და ამის სრული პოტენციალი არსებობს, რა თქმა უნდა და ერთი შეგვეციოთ შეეციოს მას. რასაკვირველია, საქართველოს ეკლესია ყოველთვის წარმოადგენდა ქართული სახელმწიფოებრიობის ხერხემას და რა თქმა უნდა საქართველოს როგორც სახელმწიფო ცდილობს რომ ყოველთვის იყოს აი ამ დიდი ცივილიზაციის ნაწილი, რომელიც ადამიანზე ორიენტებული, რა თქმა უნდა და ასევე ჩვენთვის როგორც ეკლესიისთვის უმაღლესი ღირებულება სწორედ ღმერთი და ადამიანია და მათი ურთიერთობა და ჩვენი ყველა ქადაგება ამაზე ემართული, როგორ უყვარს ღმერთს ადამიანი და ასევე ეკლესიას ყოველთვის ჰქონდა ეს დიდი როლი, რომ გააერთიანებინა ჩვენი ქვეყანა, სახელმწიფო და ეს ისტორია გრძელდება, ეს მოღვაწეობა გრძელდება და როგორც იტყვია, როგორც დიდი ილია მართალი იტყო და მომავალი ჩვენია. დიახ, და ერთი მინდა აღვნიშნო, კლიმენტი ალექსანდრიელი ამახვილებს ყურადღებას ესეთ რაღაცას. ან ძველი ღვთისმხალხის ეკლესიაზე საუბრობს, რომ მერჩი თვალღება კი არ არის, არამედ ღმერთმა იმიტომ გამოირჩია ძველი ღვთისმხალხი, რადგან აი მაგალითად აბრაამი მათში იყო ეს ჭეშმარიტი რწმენა, ურთიერთობა, სხვასაც გამოირჩიოდა, რომ ჰქონოდათ ამის დამტევნელობა.
და აი ეს შეიძლება გადმოვიდოდეთ ჩვენ საქართველოს ისტორიაზე. ნახეთ, ის ერთგან ამბობს ამგვარ სიტყვებს, რომ როდესაც ხდებოდა დამპყრობლების მიერ ებრაელთა გადასახლება ძველი აღთქმის ეკლესიაში ქრისტიანულ პერიოდს გულისხმობ, ხდებოდა ბუნებრივი ამ ხალხის გადასახლების შედეგად იმ სხვადასხვა ერებში ქადაგება ჭეშმარიტი ღმერთის, ერთი ღმერთის, მესიის, რომ ღმერთი უნდა. ამგვარად ხდებოდა ქართლში, მაგალითად ელია წინასწარმეტყველის ხალენი, ესე იგი ბაბილონის იმპერიის დროს ჩამოვიდა საქართველოში, ერთ-ერთ გადასახლების დროს მე-6 საუკუნეში ძველი წელთაღრიცხვით. აქ დასახლება ებრაელი ხალხისა გულისხმობდა ერთგვარ ქადაგებას ერთი ღმერთის შესახებ ცოდნას, ჭეშმარიტი ღმერთის გავრცელებას, მესია რომ უნდა მოვიდეს ამის შესახებ ცოდნის გავრცელება. ეს არის რაღაც საფრთხო განგებულება და შემთხვევით ხო არ ხდება ამგვარი რამ, რადგან ერი ამის ერს გააჩნდა ამის პოტენციალი, რომ შემდგომში მიეღო ქრისტიანული ეკლესია და გასაკვირველია. ქრისტიანული რწმენა ამ ხალხში იყო ეს. ნენელა ღმერთი ამ თავის განგებულებით გვამზადებდა ჩვენ ქართველ ერს იმისაც, რომ პირველივე საუკუნეში გამხდარიყავით ქრისტიანები და ეს რა თქმა უნდა დღემდე ესე მოდის არა ძალმომრევით, არამედ ამის ასე ვთქვათ წინასწარი მომზადებულობა არსებობს, ამ დამტევნელობა არსებობდა ჩვენ ქართველებში. ამიტომ გავხდით პირველივე საუკუნეში ქრისტიანები. ეგრეთ ასევე აი ჩვენ ვახსენეთ, რომ გაერთიანების ერთ-ერთი უმთავრესი ღერძი იყო ყოველთვის ეკლესია საქართველოს გაერთიანების და გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში რომ ფრიადი ქვეყანაა, სადაც ქართული ენითაა აღესრულებისო, წირვალოცა ის ქართლად მოიხსენიებოდა და ეს მეუფეანანიას აქვს ამგვარი შენიშვნა თავის ერთ-ერთ ნაშრომში, რომ ესეც ძალმომრევებით კი არ მომხდარა, ამეთ ყველასთვის საერთო ენაზე ჯერ კიდევ წმინდა ენოს დროს და მანამდეც ყველასთვის გასაგებ ენაზე ქადაგებდა ეკლესია და ესეც ერთ-ერთი ნიშანია იმის, რომ ერი საქართველოს ყოველთვის ერთიანი უნდა იყოს მომავალშიც. მადლობას მოგახსენებთ საინტერესო საუბრისათვის, თქვენ ფაქტობრივად პირველი საუკუნიდან დეტალებში ისტორიულ რომ ჩაღრმავებული ყავთ ერთ საუკუნეს ვერ გავცდებოდით, თუნდაც აი ტერმინებთან დაკავშირებით. რო ვახსენეთ, მიუთითებ მაგალითად დაინტერესებულ კითხვას გაეცნოს ედი შერწელიძის ცნობილ ნაშრომს საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებულობის ტერმინოლოგიური დადასტურებანი, თუ არ ვცდები ასე ქვია, ყოველთვის გავს სათაური აქვს. ძალიან საინტერესო არის ჩვენ ვახსენეთ რამდენიმე ტერმინი და კიდევ სხვაებიც არის ჩამოთვლილი, რომ რამდენი მტკიცებულება არსებობს, რომ საქართველოში პირველივე საუკუნეში არსებობდა ეპისკოპოსი, მღვდელი, ქრისტიანული თემები და ეკლესია. ზოგადად შევეხეთ აი ძირითად ღერძს და მადლობას ჩვენი ეკლესიის ისტორიისა ამ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასთან დაკავშირებით და მადლობას მოგახსენებთ კიდევ ერთხელ აი საინტერესო საუბრისათვის მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი ბრძანდებოდა დეკანოზი შიო ბაკურია. დროებით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.